გუში მქონდა ლაივი და გამეთიშა მე ციბრუტის მუშაობაზე რომ გადავედი და ეხლა ისევე მინდა რომ ჩავწერო და ავტვირთო. ესე იგი სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს აქვს მეფუტკრეობის ხარდაჭერის პროგრამა. და შეუძლია 100-ზე მეტი ოჯახების მფლობელს მიიღოს მონაწილეობა პროექტში. პროექტი ითვალისწინებს მინიმალურ ბიუჯეტს 15,000 ლარს, საიდანაც 7,500 ლარი იქნება სააგენტოს დაფინანსების თანხა, 7,500 მეფუტკრის. შეგიძლიათ აი ესეთი დანადგარების შეძენა ნახევარ ფასად 50% დაგიფინანსებთ სოფლის მეურნეობის სააგენტო. უნდა იყოთ მეწარმე თუ არა ხართ მოგიწევთ გახსოვმა თუ მონაწილეობას დააპირებთ აღნიშნულ პროექტში. შეგიძლიათ შეიძინოთ ესეთი ამთვლელი დანადგარები, ციბრუტები და სხვადასხვა რაღაცეები, ჩამონათვალი აქვს. ესე დეტალურად არ გავცნობი ვარ. სკედით შეგიძლიათ მეგონი შეიძინოთ. აი ეს დანადგარი საგრძნობლად ამარტივებს წურვის პროცესს. მოგეხსენებათ ესეთი ჩარჩოების გადათვლა, როგორი შრომატევადი და დამღლელი არის. იდეალური დანადგარია მეფუტკრეებისთვის. ძალიან სწრაფად ხდება ჩარჩოების გადათვლა და ამის გარეშე როცა ვმუშაობდი მაჯა აღარ მივარგებდა ხოლმე სეზონის დამთავრებისას. იმიტომ რომ დიდი რაოდენობითაა ესეთი ჩარჩოების გადათვლა მიწევდა, რაც ძალიან დამღლელი იყო და მაჯასაც ადგებოდა ძალა. ეს არის ახლა ნახევრად ავტომატური, არის სრული ავტომატი ნახევრად ავტომატურზე 1.5-ჯერ უფრო ძვირი გამოდიოდა. მოდე დეტალებისთვის დაუკავშირდებით მე ფუტკარას მაღაზიას, იქ შეძენილია ეს ამთვლელი დანადგარი. აუცილებელი პირობაა რომ იყოს ახალი დანადგარები მეორადებს არ გაყიდინებენ. ძალიან მაგარ საქმეს აკეთებს ეს ავტომატური დანადგარი. ნახევრად ავტომატური თუნდაც. იდეალურად ათვლის, დანებს უნდა გასწორება, როცა იყიდით და დამიკავშირდით თუ ვინმე იყიდით მერე დანებს და გაგასწორებინეთ. ქარხნულად როგორც არის გასწორებული ვერ ათვლის ნორმალურად. და გუშინ გამეთიშა აი ამ ციბრუტზე რო გადავედი უკვე. აი ეს არის უკვე რადიალური ციბრუტი 32 ჩარჩოიანი. რომელიც არის გიორგი მაისურაძის დამზადებული იდეალური ნამუშევარია. ძალიან მაგრად აწურავს ჩარჩოებს
მაქსიმუმ მაქსიმუმ 15 წუთი ანდომებს 32 დადანის დაწურვას 12 წუთშიც შეიძლება დააწურინო და რუტი მიდის 56 ეს არის მეტრაოციანი დიამეტრით ცოტა მოუხერხებელია მაგრამ აწარმოებს 24 ჩარჩოიანსაც მეტრიან დიამეტრისას იდეალური სიბრუტია ეხლა ჩავალაგებ და ჩვენებს აი როგორი გადათვლილია თითქმის ანუ 100%-ით არის გადათვლილი აღარაფერი არ ჭირდება გარდა სიბრუტში ჩადებისა და გამოწურვისა რჩება ეხლა ზოგჯერ როდესაც მე ეხლა 10 ჩარჩო მიდევს გაბერილი არ არის და უფრო ისინი მე ვერ ითვლება იდეალურად თქვა 100%-ით და მცირე რაოდენობით რჩება რა გადასათვლელი და ეგ უკვე და დანით ან ფოცხით გადათალოს სწრაფად აი ეს ახლა დაზიანებულია ამისი მავთული ჩაგდიჯავს სავარაუდოდ მაგრამ მეზარება სხვა ციბრუთში ჩადება თითქმის 100%-ით არის გადათვლილი პირდაპირავდებ ციბრუტში. წარმადობა დიდი აქვს გადასათვლელს როვი ანგარიშე საათში 300 დადანის ჩარჩო შეიძლება 350-იც გადათალოთ უწყვეტ რეჟიმში თუ ამუშავებთ. რაც არის წარმოუდგენელი რაოდენობის ჩარჩოები რა 2 კილო როვი ანგარიშო თითო დადანის ჩარჩოზე მინიმუმ 2.5 უნდა ანგარიშო რო გაამრავლო მე 300-ზე საათში წარმოიდგინეთ ახლა რამდენი თაფლის დაწურვას შეძლებთ ციბრუტები რო გქონე გადათვლილი ჩარჩოების დასაწურვად. ანუ ეს ამ თვლელი დანადგარი 4 ციბრუტს მინიმუმ მე ვფიქრობ მოიმსახურება ჩვეულებრივ. ამას ოდნავ გაქონა. უფრო ცარიელ ჩარჩოებს ვერთლის ნორმალურად, რადგან ცარიელია ფიჭა და მაგას ღეჭავს უფრო. მაგრამ არც მაგას ვაქცევ ყურადღებას. სამდენი დასაწური ჩარჩოები აქვს, ზღვაში წვეთი არის. და ფუტკარი შეულებრივ აღაშენებს მე. თუნდაც დაღეჭილი იყოს. თან ბალანსიც იდეალური აქვს. როცა სტანდარტულ სისქეზეა გადათვლილი.
ერთი ჩარჩო დამაკლდა და უნდა ჩავდო სარიელი. ბალანსირებისთვის. 32 ჩარჩოა. ჩადებული. იდეალური სიბრუტია. იდეალური ბალანსით. იდეალური ნამუშევარი. ვიწყებთ ჯერნელი ბრუნებით 1.8-თან არის შეფარდება ამისი ბრუნი და მოტორის ბრუნი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ციფრი უნდა გაყო 8-ზე და იმ სიჩქარით ტრიალებს ეს ბარაბანი. იდეალური ციბრუტია, ჩემი რეკომენდაცია. ამ ციბრუტს და გიორგი ნაისურაძეს შეიძლება დაუკავშირდეთ და აგიწყობთ. ეხლა განახებთ როგორ დაწურავს ამ ჩარჩოებს. ბრუნები ნელ-ნელა უნდა გაზარდოთ, რომ უსაფრთხოდ დაიწუროს ჩარჩოები და არ მოხდეს მისი დაზიანება და ჩაწყვეტა. ანუ ბრუნებს უმატებ. დაახლოებით 120 ბრუნი წუთში ტრიალებს ეს ბარაბანი ციბრუტის. ესე იტრიალებს, გამოვა რაღაც გარკვეული მასა თაფლის, დამსუბუქდება და მერე კიდე მოხდება სიჩქარის გაზრდა პერიოდულად. ვაპირებ ამ ციბრუტისთვის დავამზადო პულტი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში გამართავს მერე ამ სამუშაო პროცესს, აღარ დაგჭირდება ხელით ამის გადაწევა, სიჩქარეების მომატება, პროგრამულად გამართული იქნება. დაყონდება გარკვეული დრო და ექნება გადასვლა მერე შემდეგ სიჩქარეებზე, ანუ გადართავს ავტომატურად. ბრუნებს მოუმატებს და დაწურავს. იქნება ასევე რეგულირება ამ პროგრამის შესაძლებელი, კიდე გაზდი, იმას რა ქვია დროს, კიდე ბრუნს მოუმატებ, დააკლებ და ანუ შენს გემოვნებაზე მოარგებ ანუ თითოეულ პროგრამას. ექნება ალბათ 6 პროგრამა მიახლოებით. შესაძლებელია ანუ დამზადდეს კასეტებისთვისაც, მას რევერსი ჭირდება. ამას რევერსი არ სჭირდება, უბრალოდ გარკვეული დრო უნდა იტრიალოს რაღაც სიჩქარით, მერე ისევე უნდა მოხდეს გაზდა ბრუნების, კიდე იტრიალოს გარკვეული სიჩქარე, ისევე მოხდეს გაზდა და ესე ავტომატურად შენს ჩაურევლად მოხდება დაწურვა და დამთავრდება სურის პროცესი. ეხლა ისევე ვზდი სიჩქარეებს, ველოდები, დამსუბუქდება, ისევე გავზდი სიჩქარეს და ესე იწურება უსაფრთხოდ.
დაახლოებით 11 წუთი იყო რომ წურვა დავიწყე. ესე გამოდის რომ 6 წუთია ტრიალებს. იდეალური ციბრუტია. ძლავრი შესაძლებლობებით. სამფასით მისაღებია. უხმაურო ძრავი აყენია. კარგად უხებს. თავისთვის ყნარად მუშაობს. იდეალური ბალანსია. იდეალური სიხეა, ვერაფერს ვერ დამართებ. ალბათ მუდმივი იქნება რა, ამას შენ ვერ იმასიდავ რა ქვია, გაცვეთავ მთელი ცხოვრება. და ძალიან კარგი ნამუშევარია. იდეალურ დონეზეა დაცენტრული ბარაბანი. მოხმარება, დიდი მოხმარება რა აქვს, იმძლავრე არის ახლა მოხმარებით 50 ვატი ბრუნავს. დაახლოებით 120 ბრუნი წუთში, ახლა ისევე გავზდი. ნელა უნდა მოხდეს ბრუნთა ზრდა. ჩვენ ახლა მანამდე ეს გადავასხავთ და გამოვუშვათ თორე ბარაბანი არ მოედოს. ტევადობა ძალიან დიდი აქვს ამას. სანამ ბარაბანი მოედება ალბათ 150 ლიტრა შეიძლება წავიდეს 1-200 კილო. პულტი რა თქმა უნდა ჯობია რომ თვითონ გაზდის მერე სიჩქარეებს მითითებულ დროში და აღარ გიწევს მისვლა. შეიძლება დაგავიწყდეს მისვლა ბრუნის მომატება და ეს გიგვიანებს მერე პროცესს. მაგრამ პულტიც გაკეთდება ამისი. ასე დაახლოებით 8 წუთი ტრიალებს. ძალიან მაღალი სიჩქარეა, რაც ძალიან კარგად აწორინებს მერე ჩარჩოებს. ბრუნი ძალიან დიდი აქვს, მაგრამ მაგ ბრუნზე ბოლომდე რო გადაწიო არ შეიძლება. მაქსიმუმ ბარაბნის ბრუნი 250-ზე ამყავს და იგიც უკვე წარმოუდგენლად მაღალი სიჩქარეა, არ ჭირდება 200, მაქსიმუმ 220 ბრუნი უნდა გქონდეს. მეტი არ არის საჭირო. ეხლა ბრუნავს დაახლოებით 180 ბრუნი წუთით.
და კედელზე ჩანს მე შეხეთებს რო ისვრის ესე კიდე იწურება შეხეთები რო შეჩერდება ესე იგი დაწურულია ახლა კიდე მოუმატებ და კიდე მოუმატებ შეხეთების გამოსვლას დაველოდები ახლა კიდე მე კიდე მოუმატებ და ესე იდეალურად ტრიადებს ბარაბანი ორად ბრუნს ავაცილე ახლა ჯერ კიდე ისრვის შეხეთებს მე ნელა ვერდი ისევე ბრუნებს უკვე დაწურული და დამსუბუქებული როა და აი ძალიან მინიმალური რაოდენობის საფრია ჩარჩენილი მაგ დროს უკვე მაღალი ბრუნები ვეღარ აზიანებს იმას ჩარჩოს და მაქსიმალურად ხდება თაფლის გამოდევნა სწრაფად რომ მოხდეს ამის ბრუნის მომატება ჩარჩოებს ჩაანგრევს მერე ეხლა არის ამ ბრუნზე სადღაც 150 ვატს მოიხმარს ეხლა არის 250 ბრუნი წუთში უკვე всё ანუ დასრულება ჭირდება 23-ში დავასრულებინებ რა და განახებთ ახლა როგორი დაწურულია ჩარჩოები მეტი აღარ უნდა ამას არაფერი ასორმოცდაათ ვატს მოიხმარს ამ ეტაპზე ელექტროენერგია ახლა განახეთ როგორი რა დონეზე არის დაწურული და გამშრალებული ჩარჩოები იდეალური ციგრუტია ჩემი რეკომენდაცია ამ ციგრუტს შეიძლება დაუკავშირდეთ გიორგი მაისურაძეს არის მეწარმედ რეგისტრირებული შეუძლია ინვოისის გამოწერა ამ პროგრამით შეიძლება შეიძინოთ ეს ციგრუტები დაუკავშირდით ფასს გააკვირთ გიორგისთან ნომერსაც აღწერაში დავდებ დაამთავრა ჩვენმა ციგრუტმა მოღვაწეობა 32 დადანის ჩარჩო აი დაწურულია შრალია სუბუქია
ესეთი დაწურულია, არანაირი დაზიანება არ აქვს. ეს ნენელა რო უმატებს სიჩქარეს, არაფერი არ მოდის. იყო მოსაზრება, რომ აი ჭეოიანი არ არის დაზიანებული. იყო მოსაზრება, რომ ვეწურავს სქელთავს რადიალური ციბრუტი. ნუ კორდიალური უფრო სწრაფია, მაგრამ კორდიალურში მიდის ნაკლები ჩარჩოები და დიდი დრო ჭირდება. ეხლა ამ ციბრუტის მიერ ერთ ჩარჩოზე გაწეული დროის ხარჯი არის 30 წამი. 32 ჩარჩო იწურება 13 წამში. დაჟე 30 წამით არ გამოვა. რაც იმას ნიშნავს, რომ საათში შენ შეგიძლია დაწურო ჯანდაბა. 15 წუთი რო იანგარიშო 4 კრუგის მოსწრება შეუძლია რა. სადღაც 120 ჩარჩო. მაგრამ ჩალაგება ამოლაგებას თავისი დრო მიაქვს და ესე იდეალური დაწურული არის. ფაქტიურად მშრალი არის. ესიც ამ ხელდანადგარზე გადათლილი იდეალურია. თან მით უმეტეს ღამე გაჩერებულია ოთახში და შეგრილებული ჩარჩოები არის. არ არის თბილი და ცხელი. აი ძალიან სწრაფია. აქ რუტი მიდის 56, საკუჭნაოდ შეიძლება. ეხლა მე არ ჭირდება, არა მაქვს საკუჭნაოები და ამ დამატებით ერთი რკალი ჭირდება, რომ საკუჭნაოები უნდა რო ჩავიდეს. და სრული შემთხვევაში მაგასაც დაგიყენებთ. და ესე თუ ვინმე დაინტერესებით დაუკავშირდით. ყოფილო არ დარჩებით. Absolut იდეალური დაწურულია. ხო და ესე შეგიძლიათ მინდათ პროექტში მონაწილეობა და შეიძინოთ ეს ყველაფერი ნახევარ ფასადს. გააუმჯობესოთ თქვენი წარმადობა წურვის. ხოლო ორი კაცია საჭიროა, მეტი არ სჭირდება წურვის პროცესში. და არ სიღლები. აბა ყველას წარმატებებს გისურვებთ.